ყოვლადწმინდა ქალწულისადმი პატივისცემით, სიყვარულითა და მოწიწებით სავსეა ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრების თითოეული დღე. დღე, რომელსაც მისდამი ლოცვით ვიწყებთ და მისდამი ლოცვით ვასრულებთ. ეს დღე სამგლოვიერ უნდა ყოფილიყო, რადგან ღვთისმშობლის გარდაცვალებას ვიხსენებთ, მიძინებას, მაგრამ ჩვენ ვხარობთ. ვხარობთ იმიტომ, რომ ღვთისმშობელმა დედამ ნუგეშად აგვიტოვა სიტყვები. მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა. საუკუნია ასე უგალობს ქართული ეკლესია ღვთისმშობელს. 8 საუკუნია რაც ეს საგალობელი მიუძღვნა ზეციურ დედოფალ საქართველოს მეფემ, დავით აღმაშენებლის ძემ დემეტრე პირველმა, შემდგომში დამიანეს სახელზე ბერად შემდგარმა. ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხოვრებისა. შენ გევედრებით მიმადლებულო, მოციქულთა თანამეოხ გვეყავ ცხოვრებისათვის, სულთა ჩვენდასა. ყოველდღე ახავლენენ ამ ლოცვას ღვთისმშობლისადმი მართლმადიდებელი ეკლესია მონასტრები, ყველა ადამიანის შემწესა და მეოხისადმი. შეუძლებელია ტაძარში შესულებმა არ შეამჩნიოთ ღვთისმშობელი ღრმით ხელში. არავის ხატებით არაა ტაძრები ასე მოფენილი, როგორც ღვთისმშობლის. შეუძლებელია არ შეამჩნიოთ ის დიდება, რითაც ამკობენ მას. ღირსებით წარმოგვიჩენენ ქერუბიმებსა და სერაფიმებზე აღმატებულად. ხოლო თუ ცოტა ხანს დააკომნებთ და ყურს მიუგდებთ ლოცულთა ვედრებას, შეამჩნევთ, რომ თითქმის არ ითქმება ლოცვა, მისი სახელი რომ არ ახსენა. ხშირად ამიტომაც კითხულობენ ეკლესიისგან შორს მდგარი, განცვიფრებული ადამიანები, რატომაა ასეთი დიდებით მოცული ღვთისმშობელი. არ ვიცით, რამდენად შესაძლებელია ამის ახსნა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით. ღვთისმშობლის დაბადება და მისი ცხოვრება არის განსაკუთრებული ყველა ადამიანისგან გამორჩეული და ეს არის ყველაზე დიდი ადამიანი ღვთის წინაშე, ადამიანთა შორის. და მისი დაბადებაც სასწაულს უკავშირდება და მისი ცხოვრებაც, როგორც ვიცით, ის ღრმა ასაკში ეყოლათ თავის მშობლებს და მისი მიყვანება მოხდა პირდაპირ ტაძარში და ის მღვდელმთავრის მიერ საკურთხეველში იქნა შეყვანილი, სადაც წელიწადში ერთხელ მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმსახურები შედიოდნენ. მღვდელმთავრები. მღვდელმსახურებსაც კი არ შეეძლოთ შესვლა იქ. ქალისთვის ეს წარმოუდგენელი რამ იყო და აი დედოფლისმშობელს ეს დაეშვა. ძველიდან ახალ აღთქმამდე მოყოლებული ღვთისმშობლის წინასახე მთელ ბიბლიას გასდევს. იგია მაყვალი შეუწველი, იგია კიბე, რომლის საშუალებით უკავშირდება ცა და მიწა ერთმანეთს. იგია ტაძარი ღვთისა, იგია ქალწული, რომელიც შობს მაცხოვარს. ქალწული, რომელიც შობს. ამ კითხვამ შეაშფოთა თვით წმინდა სვიმონ მართალი ბიბლიის თარგმნისას. ბიბლიას 20-განვე სხვადასხვა ენებზე თარგმნიდნენ. საღვთო წერილის ყველა თარგმანთა შორის საუკეთესოა ბერძნული, რომელსაც 70-იანელთა ეწოდა. იგი განკუთვნილი იყო იმ ებრაელთათვის, რომელთაც ტყვეობისას დავიწყონდათ მშობლიური ენა და ბერძნული ენის ალექსანდრიულ კილოზე მეტყველებდნენ. ეგვიპტის მმართველის პტოლომეოს ფილადელფოსის თხოვნით იერუსალიმელმა მღვდელმთავარმა ელეაზარმა ალექსანდრიაში გაგზავნა 72 სწავლული ადამიანი და თან გაატანა ოქროს ასოებით დაწერილი ებრაული ბიბლია. ამ თარგმნელთა შორის იყო სვიმონ მართალიც, რომელიც მაშინ სრულიად ახალგაზრდა გახლდათ. ეს წიგნი ქრისტეშობამდე 230 წლით ადრე ითარგმნა. სწორედ მისი თარგმნისას დაეჭვა სვიმონ მართალი ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებმა: ქალწული შობს მაცხოვარს. მისმა ადამიანურმა გონებამ ვერ დაიტია, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. მექანიკურ შეცდომად ჩათვალა და მოინდომა კიდევაც სიტყვა ქალწულის ქალად შეცვლად და სწორედ ამ დროს მოივლინა ანგელოზი ღვთისგან. რადგან ამ ამბავმა დაგაიჭვა, არ გაშორდები ამ წუთის სოფელს, ვიდრე საკუთარი თვალით არ ეხილავ ქალწულისგან შობილ იესო ქრისტესო. და მართლაც, მხოლოდ 230 წლის შემდეგ უკვე ძალიან მოხუცმა სვიმონმა, როცა იხილა ტაძარში მოყვანილი ჩვილი იესო, სიხარულით მიიგრა მკერდზე და შვებით შეღაღადა.
აც განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვის ებრშენისა მშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა, მაცხოვარება შენი. ეს საგალობელი ყოველი მწუხლის დასასრულს იგალობება ეკლესია მონასტრებში და შემდეგ იწყება ცისკრის ლოცვები. მოგეხსენებათ საეკლესიო წელი 14 სექტემბრიდან იწყება და პირველი დიდი დღესასწაული 12-დან 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღეს აღინიშნება. ამ დღიდან შეეცხა ხორცი ქრისტე მესიის მოვლენების ამბავს. სასწაულებრივი იყო ღვთისმშობლის შობა. უკვე ასაკში შესულ მშობლებს იოაკიმესა და ანას კარგა ხანი ჰქონდათ იმედი გადაწურული შვილის გაჩენისა. ამიტომაც იყო მადლიერებით ზავსებმა მარიამის შესახვისთანავე რომ შეჰპირდნენ უფალს, რომ მას მიუძღვნედნენ შვილს. 3 წლისა ტაძარში მიიყვანეს. ეს დღე ტაძრად მიყვანებად არის ცნობილი და 12 დიდ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. ამ დღეს მარიამმა ყველას გასაოცრად სულ მარტო მეირიბინა ტაძრის 15 საფეხური, რომლის ავლა მოზრდილებსაც კი ძალზედ უჭირდათ. ამით ყველასთვის თვალსაჩინო გახადა, როგორი ლტოლვა ჰქონდა ღვთისაკენ. და ეს პირდაპირ თავიდანვე აჩვენებდა, რომ ის იყო განსაკუთრებული ადამიანი. განსაკუთრებული ადამიანი მისი რწმენით, მისი სისპეტაკით, მისი სიყვარულით ღვთისადმი, მისი უბიწოვებით, რის გამოც იქნა გამორჩეული დედაღვთისმშობელი, რათა მისი მეშვეობით შემოსულიყო და განკაცებულიყო ღმერთი და მოსულიყო ადამიანთა მხსნელი ემმანუელი, როგორც იყო ეს ნაწინასწარმეტყველები. და ამიტომ დედაღვთისმშობელი თავისი არსებით და აი აქედან გამომდინარე არის კიდევაც განსაკუთრებულად გამორჩეული როგორც ადამიანებისგან, ადამიანთა შორის, ღვთისგანაც ადამიანთა შორის მისი დიდი სიყვარულისა, როგორც ჩამოთვალეთ მის სისპეტაკის გამო. ებრაელებს ტრადიციად ჰქონდათ, როგორც კი ქალწული სიმწიფის ასაკს მიაღწევდა, უნდა დაეძინდათ. სირცხვილადაც კი ითვლებოდა თუ ეს დაუგვიანდებოდათ. გრძნობდა ზაქარია, ჩვეულებრივი მოკვდავით, რომ არ უნდა დაეძინდა მარიამი. ამიტომ როგორც კი გარკვეულ ასაკს მიაღწია, ასეთ ხერხს მიმართა. ჩიერჩია დავითის შტოდან 12 მამაკაცი, მოატანინა თითოეულს ხის ერთი ტოტი და საკურთხეველზე დაალაგა. შეევედრა ღმერთ ზაქარიამ მიეცა ნიშანი, რომელი მათგანი იყო მისთვის სათნო, მარიამის დასაწინდად. დამწინდველთა შორის იყო მოხუცი, ქვრივი დურგალი იოსები. სწორედ იოსების ტოტი იხილა ზაქარიამ აყვავებული მეორე დღეს. ასე მისცა ღმერთმა ზაქარიას მარიამის დამწინდველზე ნიშანი. იოსებმა ყველა პირობა შეუქმნა მარიამს, რომ ეკეთებინა ღვთისთვის სათნო საქმეები. ყოველდღე კითხულობდა მარიამი ბიბლიას, ყოველდღე ხელსაქმობდა. ყველაფერს ერთნაირი გულისხმობით აკეთებდა. სწორედ ამ გულისხმერების გამო არც ერთ სიტყვას არ ტოვებდა გაუაზრებლად. ასე იყო მაშინაც, როცა წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები ქალწული შობსო მაცხოვარს. დაფიქრდა, ვინ არისო ნეტავის ქალწული. სწორედ ამ დროს გამოეცხადა გაბრიელ მთავარანგელოზი დაახარა. გიხაროდე მიმადლებულო, უფალი შენთანა, შენ ხარ ის ქალწული. და შემდგომ მისი ცხოვრებაც სხვანაირად წარიმართა, რადგან ის თავად არის დედაღვთისა და ამითაც გამორჩეულია ეს ყველა ადამიანისგან, იმიტომ რომ მხოლოდ ის არის, რომელსაც ეწოდება დედაღვთისა. დამოკიდებულებაც მისი ღვთისადმი აბსოლუტურად სხვანაირი არის ყველა სხვა ადამიანისგან განსხვავებული, რადგან როგორც დედას ისეც მიმართავს მაცხოვარს, როგორც ღმერთს მიმართავს, როგორც ყველა ჩვენგანი, მაგრამ ამავდროულად როგორც დედა ისე მიმართავს მაცხოვარს და მისი ვედრება არის განსაკუთრებული ღვთის წინაშე. და ეს ყოველთვის აისახება საკითხავებშიც, რადგან ის არის ყველაზე უფრო დიდი მეოხი ადამიანებისა ღვთის წინაშე. და ეს სახარებებშიც გადმოცემული არის და ჩანს, რომ მის თხოვნას ყოველთვის შეისმენს უფალი და ის ხორციელდება, რასაც დედაღვთისმშობელი ითხოვს. და მისი ცხოვრებაც, ოდესაც მას ეუწყება, რომ მის მიერ უნდა მოხდეს შემოსვლა ხსნელისა, როდესაც ანგელოზი ახარებს მას, მისთვის სწორედ ეს განცხადება არის გასაკვირი, რომ სახე ხარებისა, რომ გიხაროდან ქალწულო. აი ეს მიმართვა არის მისთვის, რომელიც გააკვირვებს, თორე ისე ჩანს, რომ მას ანგელოზთა და უფლის უწყება ადრეც ქონია, იმიტომ რომ არ შეეშინდება მას, არამედ გაუკვირდება ასეთი მიმართვა მისდამი. და აქედან აჩვენებს, რომ დედაღვთისმშობელი იყო ყოველთვის უფალთან ურთიერთობაში და სწორედ ამისთვის მოხდა მისი გამორჩევა. იმ პერიოდისთვის ყველა ქალი, ებრაელი ქალი ელოდებოდა მესიის დედობას, რადგან ყველა
ყველა მიცოდა რომ უნდა მოსულიყო მესზე და შეიძლება ყოველი მათგანი ყოფილიყო ეს, მაგრამ თუმცა მისი პიროვნული თვისებები გამსაზღვრელი არის. ყოველივე ღვთის განგების განხორციელებაში ყველა ადამიანის პიროვნული თვისება არის გამსაზღვრელი. აი აქაც დედა ღვთისმშობელი არის სწორედ გამორჩეული, როგორც ვთქვით, მისი რწმენით, ღვთისადმი სიყვარულით, სისპეტაკით, უბიწოობით და დაცვით ღვთის ცნებებისა. სწორედ ამიტომ მოხდა გამორჩევა მისი. ალბათ თითოეულმა თქვენგანმა იცის ქრისტეს შობაზე, მის ჯვარცმაზე, აღდგომასა და ამაღლებაზე, მაგრამ ბევრმა არ იცის, სად ცხოვრობდა და რას აკეთებდა ღვთისმშობელი იესოს ზეცადამაღლების შემდეგ. ჯვარცმულმა ქრისტემ იოანე ღვთისმეტყველს ჩააბარა დედამისის სიტყვებით: დედაო, აა შენი შვილი. მერე კი იოანეს მიმართა: აა დედა შენი. წმინდა მამათა განმარტებით ამ სიტყვებით უფალმა მთელი კაცობრიობის მფარველობა ღვთისმშობელს დააკისრა. თავად იგი კი თითოეული ჩვენგანის დედად წარმოადგენა. ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულებმა იყარეს კენჭი, იმის გასარკვევა თუ ვის სად უნდა ეკადაგა. კენჭის ყრისას ღვთაძილად საქართველოს ღვთისმშობელს. მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ღვთისმშობელმა ანდრია მოციქული გამოაგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით საქართველოში საქადაგებლად. რატომ მოხდა ასე? იმიტომ რომ გადმოცემისამებრ თვითონ უფალმა შეაჩერა საქართველოსკენ წასასვლელად გამზადებული ღვთისმშობელის სიტყვებით: უკანასკნელ ჟამს ეწვევი შენს წილხვადრ ქვეყანას, ახლა კი მოციქულთაგან რომელიმე გაგზავნეო იქ საქადაგებლად. და ეხარა კიდეც მთავარანგელოს გაბრიელისგან, რომ მალე წარდგებოდა უფლის წინაშე. გარდაცვალებაც არის სწორედ სასწაულთან დაკავშირებული, რადგან ის იყო დამტევნელი დაუტევნელისა, რადგან მან ატარა და იტვირთა დედობა ღვთისა. და ეს სიწმინდე, რომელიც არის გამწმენდელი ყოველივე ღვთის მადლი და თავად უფალი, რომელიც მის წიაღში ჩაისახა და შემდგომ მან აღზარდა მაცხოვარი, სწორედ გამწმენდელი იყო მისი სხეულისას და გარდაცვალებაც, როგორც მიძინება, ასე იწოდება, სწორედ სასწაულთან არის დაკავშირებული. რადგან უფალი არის ყოველივეს შემოქმედი და ყოველივეს ხელმწიფე, მის გარდაცვალების ჟამს მასთან მიდიან ყველა მოციქული სასწაულებრივად და მათ შორის ისინი, ვინც გარდაცვლები არიან. რადგან ამით აჩვენებს უფალი, რომ ის არის ხელმწიფე როგორც ცოცხალთა, ისე გარდაცვალებულთა და ის არის პერიოდი გასვლისა, მიძინებისა, დედისა ღვთისა, რომლის წინაშეც ყველა უნდა წამდგარიყო, როგორც ცოცხალნი, ისე გარდაცვალებულნი, რომ მის მიმართ პატივისცემა გამოხატულიყო. უამრავი სასწაული აღესრულა ზემოთ ნათქვამის გარდა ღვთისმშობლის მიძინებისას. ერთ-ერთი მათგანი ერთი იუდეველის სასწაულებრივი განკურნება იყო. იგი გზად შეიჯახა ღვთისმშობლის დამკრძალო პროცესიას, რომელიც ღვთაებრივი გალობით მიაცილებდა მას მოციქულებთან და სხვა კეთილმორწმუნეებთან ერთად. გარისხებული იუდეველი შეეცადა ხელი ეკრა ღვთისმშობლის კუბოსთვის. სწორედ ამ დროს სასწაულებრივად წარუკვეთა ღვთისანგელოზმა ორივე ხელი მაჯებში. სასოწარკვეთილი მოიგო გუნდს და საბრალოდ შეხახადა პეტრე მოციქულშველა. მე ვერ გიშველი, ღვთისმშობელს თხოვე შენდობა და იქნებ შეგინდოსო. და შეხახადა იუდეველმა: დედა ღვთისას შველა. და მაშინვე სასწაულებრივად გაუმრთელდა ორივე ხელი. ისიც გალობითა და მისი დიდებით გაჰყვა პროცესიას. სხვა იუდეველი მღვდელმთავრებიც შეეცადნენ იმ დღეს დაკრძალვის ამ საზეიმო მსვლელობისთვის ხელის შეშლას, მაგრამ დაბრმავდნენ ღვთაებრივი ძალით და შეშინებულები სწრაფად გაეცადნენ იქაურობას. როგორ არ გავს ჩვენი ადამიანური სამგლოვიარო განცდა ღვთისმშობლის გაცილების ამ ამაღლებულ განწყობას? ვინ იცის? ალბათ იმიტომაც, რომ ცოტებით ამძიმებული ნაკლებად ვსასვევთ ღვთის შეწევნაზე, აღდგომასა და მარადილ ცხოვრებაზე. იქნებ სწორედ ამიტომაც დააბრუნა ღმერთმა თომა მოციქული მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ იერუსალიმში. თომა მოციქული რამოდენიმე დღის მერე ჩადის ამ ადგილას და ითხოვს, რომ ნახოს ის აკლდამა, სადაც ის იქნა დაბრძანებული. და რომ ნახავენ ესე იგი ღვთისმშობლის სხეული ცხედარი იქ აღარ არის. ესე იგი მის უფალმა მისი დედის სხეული არ მისცა იმისთვის, რომ იგი გახსნილიყო. და ამიტომ ის როგორც სხვა დანარჩენი წმინდანი, რომელიც დიდი წმინდანები, ცოცხლად იქნა გაყვანილი. ესე იგი მისი სხეული გარდაცვალების ჟამს გარდაქმნილი იქნა როგორც განსპედაკებულ სხეულად და იგი სხეულითვე იქნა აყვანილი უფალთან. იმ დღიდან მოყოლებული
დღემდე შეეწევა ღვთისმშობელი ყველას მისადმი გულმხურვალედ მვედრებელთ. ჩვენც უნდა მივენდოთ მას, არ დავკარგოთ სასოება ღვთისმშობლისადმი და შევეცადოთ სახარებისეული ქალწულებებით, სიკეთეებით სავსე საქმეებით ვგალობოთ მას მიცინების დღეს.